მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. კიდევ ერთხელ ეს ვიდეო არის გაგრძელება იმისა, თუ რაზეც ჩვენ წეღან ვისაუბრეთ ფულთან დაკავშირებით, ფულთან კონტაქტზე. ასევე მე მინდა თქვენ გესაუბროთ ცოტათი ინფორმაცია მოგაწოდოთ სიყვარულზე და ურთიერთობებზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვარ რეალისტი ადამიანი და ვერ ვიტან ფუჭ იმედებს, ასე რომ პირდაპირ ადამიანს პირში ვაჯახებ ხოლმე ჩემთანაც კონსულტაციაზე. ვაჯახებ, იმიტომ რომ სიმართლეს, იმიტომ რომ საქმე კეთდება მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს რეალობას და რეალობას თვალს უსწორებს. აი მაშინ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას. რა, როგორ ჯობია რომ ამ რეალობას ასე ვთქვათ მიხედოს. და არა დაიმედებები და რომ მსგავს რაღაცებს მე ვერ ვიტან, სადაც დასაიმედებელი ადგილი არ არის. დღეს მინდა გესაუბროთ ჩემი ამდენი კლიენტებისაგან გამოცდილების შემდეგ და ამდენი თავგადასავლების მოყოლის შემდეგ, რაც მე ამდენი წელი მაქვს, როდის მე ალბათ მე წიგნსაც დავწერ. ქალის და მამაკაცის ურთიერთობა. პირველ რიგში გეტყვით, რომ ქალის და მამაკაცის ურთიერთობა არის როგორც პატარა ბავშვმა მოულა და გაზრდა, იქ ხან ბავშვი იტირებს, ხან იცინებს, ხან წაიქცევა, ხან ცუდად მოგექცევათ, ხან თქვენ გატირებთ, ასე შემდეგ, ასეა ურთიერთობებიც, ხო? მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ სულ მაინც ქალების მხარეზე და კაცები უმეტეს შემთხვევაში, უმეტესად მაინც ვერ ვიტყვი რომ ყველა კაცი, მაგრამ აქვთ კაცებს სულში, ეს გენეტიკაში და ასე შემდეგ ტყუილი. აქვთ კაცებს ტყუილი, კაც შეუძლია როგორც ეს ქართული რომ არის უყვარს ერთი, მაგრამ დადის ყველასთან, კაცი მაინც კაცია, აი ამან გააუბედურა, როგორ ვთქვათ, ჩვენი ქალები და ამან დააკნინა, ესე ვთქვათ, რომ კაც შეუძლია ყველაფერი გაიაროს, რაღაც ამორალურია ეს ჩემთვის და მიუღებელია. რაც შეეხება ხშირად მოდიან ხოლმე ქალბატონები, რომლებიც მეუბნებიან, რომ აი იცით რა, კი ვიცით რომ ვეღაცა ყავს ადამიანს, მაგრამ აი მეც ვუყვარვარ, ანუ მაშინ ჩემთან რატომ არის? ესე იგი მეც ვუყვარვარ და იმიტოა ჩემთან, მაგრამ სხვაც ყავს. ანუ ამას ვერ ხვდები, ანუ მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები, ძალიან გთხოვთ. ორი მიზეზი აქვს ამას, ან ერთი შეიძლება. მაგალითად, კაცს, როდესაც თქვენგან აკლია რაღაცა ენერგეტიკა, ხო? ეხლა თუ ვთქვათ, ისეთი არ არის, რომ გადაგრეული ქალებზე და რაღაცა. კაცს, რომელსაც აკლია ენერგეტიკა, ან სექსუალური, ან რაღაცა ისეთი თქვენგან ვერ იღებს, ის აუცილებლად მიდის და ეძებს ამას სხვა ქალში. აუცილებლად. შეხედავ მაგალითად ოჯახის სახლში, რომელი ქალიც ყავს, ჩვეულებრივი, აი სადილებს აკეთებს, რაღაცა წყნარი, მშვიდი, რაღაცა სტაბილური, საშუალო სილამაზის ქალბატონი, შეხედავ ფოტოს, ჩაცლილი, გამომშრალი ენერგიით, გამომშრალი, ესე ვთქვათ, ლიმონივით გამოწურული ენერგიით და ეს ჩამქრალი თვალებით და შეხედავთ ქალბატონის ფოტო, რომელიც ამ კაცის საყვარელია, ესე ვთქვათ, აცებელის მზერით, მოვლილი. კი ბატონო, შეიძლება იყოს, რომ მაგალითად არ ქონდეს ქალბატონებს საშუალება იმისათვის, რომ რაღაცა ვთქვათ, იმ ქალბატონებით იყოს მოვლილი, რაღაცა ძვირფასი კოსმეტიკით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ იცოდეთ, თქვენ რა მდგომარეობაშიც ხართ და რა მდგომარეობასაც ეგუებით ცხოვრებაში, ეს არის თქვენი ბრალი. თუ თქვენ ერთი წუთით მაინც ფიქრში თავში უშვებთ ფიქრს, რომ აი მე შევეგუები იმ აზრს, რომ ამ კაცს ყავდეს საყვარელი. всё, ჩათვალეთ, რომ თქვენი ეს მდგომარეობა არის თქვენი ბრალი. მომენტალურად კაცს თუ რამე არ აკლია, მაგალითად, თქვენ გაქვთ დაბალი ენერგეტიკა, ხო? აიმაღლეთ ენერგეტიკა. გახდით უფრო სექსუალური, გახდით უფრო მოთხოვნადი და შეიძლება ეს კაცი საერთოდ აღარ მოგეწონოთ მერე და რა ვიცი, თუ ეს კაცი გინდათ, არ შეთ ამ ადამიანთან, მაგრამ თუ ეს ადამიანი არ გინდათ,
მე შეიძლება 10-ჯერ 20-ჯერ უკეთეს ადამიანთან წახვიდეთ, მე მას კი არ ვიცახი რომ წახვიდეთ, მაგრამ შეიძლება, რატომაც არა. მაგრამ ქალბატონები რატომაც ვარდისფერი სათვალეებით უყურებენ? აი ვუყვარვარ და მაინც არის ჩემთან. ვუყვარვარ, არა, ქალბატონებო, არა. ძალიან ვწდებით კაცი, რომელიც ადასაყვარელს გაიჩენს, იმას თქვენ არ უყვარხართ. ის სხვაში ეძებს ბედნიერებას. ეგეთი კაცი, მე ვფიქრობ, ჩემი, ასე ვთქვათ, აზრია, მომენტალურად უნდა გაააღოთ სახლის კარი და გაუშვათ სახლიდან. თუ ძალიან არ გიყვართ და ძალიან არ გიждდებით და თქვათ თუ ეს კაცი ამ კაცს მაგალითად თუ ზემოქმედებას რაღაც ჩადოებს და სასწაულს არ უკეთებს ეს ქალი და თქვათ თავის ჭკუაზე არ არის, ну კიდე რაღაცა შეიძლება, მაგრამ როგორ არის ხოლმე კიდე ესეთი გამონათქვამები ქალბატონებისაგან, რომ აი წაიყვანა, არ უნდოდა, მაგრამ აი წაიყვანა, როგორ წაიყვანა, ცხვარია და წაიყვანა? ანუ ცხვარია და წაიყვანა კაცი? არა. იმიტომ რომ უნდოდა და წავიდა. ამ სხვადასხვა სიმართლეში ჩახედვებმა, რასაც მე ახლა შეიძლება ბევრს არის სიამოვნოს ჩემი საუბარი, მაგრამ ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს უკვე თქვენი სულ ეს არის აზრია, მაგრამ იცოდეთ, რაც უფრო მკვეთრად შეხედავთ სიმართლის თვალებში, მით უფრო კარგად იცხოვრებთ. მე ყოველთვის კიდევაც ვიძახი, ვარ ქალების მომხრე. განვითარდით, გალამაზდით, ენერგია მოიმატეთ, გააკეთეთ სილამაზის რიტუალები, გაწმენდის რიტუალები, თქო, ჩემთან თუ არ გააკეთეთ, შეგიძლიათ სხვა ადამიანთან გააკეთოთ, ხო? და ძლიერი და ასე ვთქვათ, ფეხზე დამდგარი ქალი, აქეთ შეგიხოცებათ ადამიანები. არ იდარდოთ, არ ინერვიულოთ სხვა ადამიანის გამო და ხო თუ მაინც გინდათ ეს ადამიანი და გიждდებით, შეგიძლიათ ნებისმიერ სახით ეს უკვე რიტუალების მხრივ, ჩემთვის უკვე პრობლემა არ არის, უკან დაიბრუნოთ, მაგრამ მე რას ვაკეთებ, ასე ვთქვათ, კონკრეტიკას, რომ არასოდეს არ შეხედოთ ვარდისფერი სათვალეებით სიტუაციას. ჩემთან რომ მოდიან ადამიანები, მოკიბლად მივლიან, მოვლიან, პირდაპირ მივეუბნები, რა გინდათ ამ ადამიანისაგან, რა გინდათ ამ კაცისაგან, ხო? მე რასაც პირდაპირ დააკონკრეტეთ იმ გზაზე, იმ რიტუალზე ჩვეულებრივად სწავლთ, ასე რომ ისევე თქვენი კარგად ყოფნისათვის მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენ თავს, მეტი პატივი ეცით თქვენ თავს და ყველაფერი კარგად იქნება მერწმუნეთ. იმ ქალბატონს, რომელსაც დაბალ დონეზე ყავს დაყვანილი თავისი თავი, მეტად ეფერება თავის საყვარა მამაკაცს. ხო ეს დამავიწყე კიდევ, ნაკლებად ძალიან რომ გიყვარდეთ ადამიანი, ნაკლებად გამოხატეთ თქო და სიყვარული. იმიტომ რომ თქვენ ამას არავინ არ დაგიფასებს მაინც. ასე რომ კაცი აქეთ ქალი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც კაცი აქეთ ეფერება ქალს. ამიტომ მეტად დაიფასეთ თქვენი თავი, მეტად მიუწვდომელი იყავით, მეტად ნაგლი და მომთხოვნი იყავით ურთიერთობებში და იცოდეთ რომ კაცებს მოწონთ ქალები, რომლებსაც ძალიან ბევრ ფულს ახარჯებენ და არიან პრეტენზიულები და ცოტა კაპარჩხანები კიდეც. თუ თქვათ ეს კაცი ჩვეულებრივად არ მოთვინიერდა, შეიძლება რიტუალებით მოთვინიერება, რისაც თქვენ იცით რომ მე უნდა მომმართოთ. წარმატებები.